დაუღე ამა თოპი ყონდაღი ჩაატყადება. აჰა, ავტომატიკა. არის ანახეთ. ნახეთ. ესენდულინა მუსლიმანი ვარ. გადაიძრე ვაფშე, გადაიგაიქ. ესაა მარ. უკან არ ვარ, არა. სისხლიას. თოპის ყონდაღი ასე ჩაატყასა მოსაკრავად და იმათ ვინიცის რამდენი არიან დამჭირებული. დედავატირე მე მაგათი სამართალი. თავარი ვიწრო იქნა და გალახეს და თავი გალახეს ისინი ნახეთ ჯერა რა დღეში არიან. წაიყვანე. არაფერი გულიზა. წინააღმდეგობას იმის გულიზა ნუ წაიღებ თუ ჩვენ სალოცავის დანგრევაზე ხეთრიბუდენ, დანგრევაზე. და მაგის გულიზა დახოცეს ხალხი. ეგ არის ჩვენი დემოკრატია. ეს არ უქნია არც მიშას რო აბრალებენ და არავის. მაგარი დემოკრატია. საბჭოეთი განახორციელეს, საბჭოეთის დიქტატურა, საბჭოეთის ათეიზმის დროზე რომ კეთდებოდა ისეთი საქმეები, საბჭოეთი უღმერთო კომუნისტები რომ აკეთებდნენ, იმაზე მაგარი გააკეთეს დღეს დემოკრატიული სტატუსი რომ საქართველოს იმის მესაჭეებმა. ეს თავრობის ბრალია უპირველესად. მის პარლამენტიდან დაწყებული თავრობის ბრალია ესა. სხვა არავისი არა. იმიტომ რომ სამართა დამცავი ორგანოები რომ თავის დონეზე ყოფილიყო აქა, ისინი ვერ გააკეთებდნენ ის პროვოკატორები ამ აბასთუმანი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ადგენი 20 პიკაპი იყო მოვლენილი აქ. თუ სახელმწიფოს დონეზე არ არის, გეკითხები თქვენ. არა ეს მარტო მაგას ვთქვი. რატომ? რის გულიზა, მაშინ საიდან მოვიდა? ძალაიხარეს პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მორწმუნეებს. გალახული ადამიანები არიან, ბევრი დაჭერილი არიან, წაყვანილი ხავარ. ალბათო, აი შავი ვარ, ტანზე, აგერ ნახეთ ისიც ხოს. აგე დახევრიან ამაში ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ჩვენი მინარეთის მინარეთის დემოკრატიულ ქვეყანაში. და დანარჩენები დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს. თუ არ დასაჯა ისინი დააშავა ესენი ისინი ნახეთ პორტალია. მობრძანდით ქალბატონო და ნახეთ თქვენი თვალით. მაგენის ნამუშევარი. სადა ადგილის პოლიციაში არიან. ადგილში იქნება, ადგილში ახალციხეში. დემოკრატიული ქვეყნის პოლიციამ რა დღეს ჩააყენა ხალხს. ხალხის ნახეთ. ნემცებს არ გაუკეთებიათ ეგრეთ ესე გააკეთებენ. ეს რაც აქ გააკეთეს, არ გააკეთებულა, იერიში გააკეთებულა, ნემცებს არ გაუკეთებიათ. ეგ არის კაცი გადაიგეთ. წლის ხალხი, 80 წლის ხალხი და ბინარეში გადააგდეს კაცი. ორი კაცი აიყვანეს რომ გაგულახესო. ვაფშე რომ გამოსული არ იყვნენ. მაგის გამო შეგვაგინაო ორმა კაცმაო. და ისეთ ყვილაც აიყვანეს. ორი კაცი იმიტომ და ხალხი შეგვაგინაო. იარაღი ესროლეს ხალხს. კაცი თა ილის 8 საათიდან დაჟე მანამდეც იყო აქ ადგენის რაიონის პოლიცია მობილიზებული, მათ შორის ახალციხე, სამცხე-ჯავახეთიც და რა თქმა უნდა აქ მოსახლეობამ ეს ყველაფერი არაფერი არ იცოდა და სამწუხაროდ ეს ლაჰქმედება მოხდა. ეს იყო სამლოცველოს ატრიბუტი. და მოვიდნენ ამან ვანდალურად სვარკით, ავტომატებით, გრანატამიოტებით და აიღეს და წაიღეს.